სანდრო, დაახასიათე შენი თავი ერთი სიტყვით. უფრო რთული ადამიანი დავიხვიდე ერთი სიტყვით დაახასიათებადი. რთული. სანდრო, იაგოს მერობა თუ ეროვნული ბანკის გაუქმება? ეროვნული ბანკის გაუქმება. ბოდიში იაგო. შერგოლეიშვილი, ხაზარაძე და ცუგარო იხრჩობოდნენ, რომელს გადაარჩენდი? ყველა ვარიანტი შევეცდებოდი, ხალი გადავარჩინო, მე კაცი და მე ძაღლი. ენა მამულის სარწმუნოება თუ ღმერთის სამშობლო ადამიანი? ოკეი, ღმერთის სამშობლო ადამიანი. ხალი ხალია, კაცი კაცია? ცხადია. ვინც არ რისკავს შამპანურსაც არ სვამს? კი, რისკი აუცილებელია ცხოვრებაში. შენ რა გაგირისკავს? თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში რაღაცას ურისკავ, უბრალოდ თუ არაფერში არისკავ, არანაირი შედეგი არ გექნება არასდროს. ინდიაში დაწყებული პროფესიის არჩევი, დამთავრებული რაღაც გზაზე რო დადიხარ, მანქანა დაკავს, სულ იღებ საკუთარ თავზე რისკს, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ძალიან რისკის მოყვარული ვარ, მაგრამ რისკს ყოველდღიურად ვიღებ საკუთარ თავზე. რისი გამოსწორება გინდა საკუთარ თავში? ზოგადად ბევრი რაღაც შეიძლება გამოცოს, მაგრამ ეხლა უნდა მოვიყვეთ რაში ავარგი ვარ, ამიტომ. მე მაგალითად მე ნელა ვკითხულობ და სწრაფად რო ვკითხულობ და კარგი იქნება, მაგრამ ამას ხო ვერ გამოვასწორებს რაღაც ფიზიოლოგიური. რომელი ქვეყანაა შენთვის ყველაზე ინსპირაციული? რაღაც გაგებით, რადგან საქართველოში ცხოვრობ, ზოგადად საქართველოს მირჩევნია საცხოვრებლად, მაგრამ აი მაგალითად მე ძალიან მინდა რომ ბევრ რამეში საქართველო წააგავდეს შვეიცარიას. და რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდება თუ ბევრ რაღაცაში საქართველო დაემსგავსებოდა ამერიკას. შვეიცარიის თავის თვითმმართველობის, რომ პატარა ტერიტორიები უფრო დამოუკიდებლობით სარგებლობდნენ და თვითონ ადგენდნენ თუნდაც გადასახადების დონეზე. აუცილებელი იარაღის ტარების უფლება ჰქონდათ როგორც ამერიკაში ადამიანებს. აი რაღაცა ნაზავი იქნებოდა შვეიცარიის და ამერიკის შეერთებული შტატების. ჩვევა რომელიც პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ შეიძინა. საჯარო გამოსვლები. მიუხედავად იმისა, რომ ლექციებს ვკითხულობ, ლექციები მაინც სხვა არის, არ არის საჯარო და არასდროს არ ვიფიქრები, რომ ხალხთან ურთიერთობა მომიწევდა ეს საჯარო. ფურცელზე წერა თუ კომპიუტერით? ბუნებრივად კომპიუტერით, რა თქმა უნდა, საშინელი კალიგრაფია მაქვს, რომ დავწერო, მაინც ვერაფერს ვერ წავიკითხავ, ამიტომ აზრი არ აქვს. რა გაკვეთილი მიიღე პირველი პოლიტიკური წაგებიდან? წაგებული არჩევნები რაღაცნაირად მოვიტყვი შესაბამისობაში ან მეტად შესაბამისობაში მოყავს ჩემი წარმოდგენები დანარჩენ ადამიანებს. ამიტომ იმ ნაწილში რაც ვწდებოდი, ჩემი მოლოდინები ან თუ როგორ უნდა ელაპარაკო ადამიანებს, რამე გააგებინო, რისი გაგება შესაძლებელია და რასაც ვერასდროს ვერ აუხსნი. რა მნიშვნელობა აქვს მაგალითად ფულს და ვიცი რა მნიშვნელობა აქვს იდეას პოლიტიკაში. აი ეს რაღაცების გადააზრება ყოველდღიურად გვიწევს და აი წაგება ყველაზე ესეთი ეფექტიანი გაკვეთილი ამ ნაწილში. ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი, მოკლედ რო გაიხსენო, რაც პარლამენტში გადახდა. ბუნებრივად ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი იყო 9 თვიანი ეპოპეა თავდაცვის კოდექსი, რომელიც დაახლოებით იანვარში დაიგეგმა ჩვენ მიერ და სადღაც სექტემბერ-ოქტომბერში დამთავრდა. და დამთავრდა წარმატებით. არა იდეალური შედეგით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბიუროს თავისუფლება გადარჩა და ვისაც ჯარში წასვლა უნდა, მაინც არ მიდის მიუხედავად ყველაფრის. რას უსურვებ თბილისის მომავალ მერს, ვინც არ უნდა იყოს ის? თუ იაგო არ იქნება, არ ამაღლებს რას გააკეთებ.